მოგისალმებით ძვირფასო მეგობრებო და როსკოთხე არის ჩემი გვერდი პირადი კონსულტაციები არის ფასიანი მე ვფიქრობ რომ ყველასთან დავასრულეს სამაჯურები ვისთანაც იყო გასაგზავნი ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია და თუ ვინმე დარჩით შემეხმიანეთ ან სკრინი არ მიგიღიათ ანუ ორშაბათს ყველასთან აბსოლუტურად ყველასთან უკვე უნდა იყოს პოსტაში თქვენი ამანათები ზოგ კიდე კურიერთან ვისთანაც გქონდათ კურიერი მოიტანს მაგრამ ეს ორშაბათს სამშაბათს ყველასთან დარეკდეს და შეძლოთ აღება. ახლა ამ ეტაპზე გადავდივარ აი იმ სკრინების აკრებაზე. ისთანაც წმენდები მაქვს დაწყებული, ხო? რომ მიიღოთ სკრინი ნამდვილად. ესე იგი, რა ეტაპზე არის, არ მინდა შეხსენება ჯერჯერობით არავინის, მე თვითონ გეტყვით. ვინმე ხომ არ გამომჩით, გამოაცხადებ. და მიიღებთ ასე რომ ვთქვათ ნამდვილად ჩატარდა ისთანაც ეს საჭირო არის ადამიანები ამბობენ რომ ეს არ გვინდა არ არის საჭირო ძალიან მაქსიმალურად შევეცდები სწრაფად მოვაგვარო ეგ საკითხიც იმიტომ რომ შემდეგ ახალ ეტაპზე უნდა გადავიდე 12 აგვისტოსთვის კი ფინანსური წმენდა ჩატარდება ვისაც სურს და რა თქმა უნდა საერთო ხო ერთჯერადი წმენდა თანხას არ ვუთითებ იმის გამო რომ რადგან საჯაროა და თუმცა ბევრთან შეიძლება თავისუფლად შეიძლება ბოლომდე გასუფთავდეს რაღაცა ეს იმას აღნიშნავს რომ არ გასუფთავდება რამე. კარგით, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. მე ძალიან მინდა რომ უკვე всё რაღაც ეს სამაჯურები ისე მსხუდავდა, მოკლედ წმენდები არ მსხუდავს ამდენად თქვენ წარმოიდგინეთ. ეს პოსტის თემა რა ხდება თქვენთან აბა ნახოთ გენაცვალე ვისთვის არის შემდეგი გაშლა თუ რა ეტაპზე ხართ აი ეს ყველაფერი რომ განვიხილოთ ეხლა ჩვენ აქ რა შეეხება გვაქვს ესეთი ვარიანტი ცოტა ისე არის ვიღაცასანა ასე რომ ვთქვათ შეიძლება ჯერ კიდევ ვერ გამოანათა რაღაცები მაგრამ აქ არის ესეთი მინიშნება ნახეთ თქვენ ფლობთ ყველა საჭირო ცოდნასი ინტუიციაც განვითარებული გაქვთ შესაძლებელია გაქვთ საჭირო ხელსაწყო ინსტრუმენტი ხო თქვენ საქმიანობაში რაც თქვენ გაინტერესებთ მაგრამ არ ყოფნის გამბედაობა ცოდნა თუნდაც ხო და შენ არ იყენებ მას ამას გეუბნებიან როგორ არის იცით ჩაკეტილი ხართ ან უბრალოდ რაღაცნაირად ენერგია არ ყოფნის მოდი ამას გავარკვევ მე რატომ მაგრამ ჯერ ამაზე ვისაუბროთ თითქოს ყველაფერი გაქვს მიზნის მისაღწევად ამას გეუბნებიან პრობლემა აქ ის კი არ არის რომ თქვენ დავუშვათ რესურსი არ გაქვთ ცოდნა არ გაქვთ შესაძლებლობა რესურსი რა არის შესაძლებლობა ხო
ნახეთ, პრობლემა არის ის, რომ აი თითქოს აი შუქი რომ ვერ აანთოთ ეხლა სახლში. შეხვიდეთ, სრული სიბნელია, მოწყობილი, მოპრიალებული, დადგეთ კარებში და შუქი არ აანთოთ და ვერ წხედავთ, სად წახვიდეთ, სად დაждეთ თუ რა გააკეთოთ. ანუ თქვენს რესურსაც, რაც არის ახლა იქ კრესლო გინდა, წამოწოლა გინდა, რა ვიწყავა გინდა, მოადუღოთ რაც გინდა, ვერ იყენებ, ხო, ყველაფერი არის სახლში, მაგრამ ვერ იყენებ ვერაფერს. ხო. აი აქ თქვენ გეუბნებიან პირადად, რომ ყველაფერი გაქვს, მაგრამ არ იყენებ და დრო არის ეს ყველაფერი გამოიყენო. მოდი მაინც ჩავეძიოთ თუ არის აქ რამე ისეთი პრობლემა, რაც თქვენ ხელს გიშლის. რატო ვერ იყენებთ ამ რესურსს? აი ესე ვკითხოთ. რატომ ვერ იყენებთ ამ რესურსს? და ვნახოთ აბა რას გვიპასუხებენ. ერთი არკანიდან ვკითხულობ, ამიტომ ცოტა მჭირდება თითქოს რომ დაფიქრდე, ხო? რაღაც აქ ის გაქვთ. ტკივილი მოდის. იცით რა არის? თქვენ არ გჯერავთ. რაღაც ნახეთ, შეიძლება წარსულში რაღაც არ გამოგივიდათ, ისევ ეს არკანი დამიჯდა კაცო აქ. ბოლოში ავჩეხებ და ისევ ეს არკანი დამიჯდა. ისე თქმა გინდა, კაი შენ მერე დაგაკვირდები. ნახეთ როგორ არის თითქოს აი თქვენი ნაჭუჭიდან ვერ გამოდიხართ თქვენ. ნაჭუჭიდან ვერ გამოდიხართ. თქვენ იცით რომ რაღაცები შეიცვალა, რაღაცებს სხვანაირად უნდა მიუდგეთ, ისიც იცით რომ რესურსიც კმარად, ისიც იცით რომ სხვანაირად რაღაცებს უნდა მოერგოთ, ხო, შეცვალოთ. მაგრამ რაღაც შიგნიდან გაჩერებს. ეს არის უფრო აი წარსულის პრობლემა. შეიძლება ნახეთ თქვენ ახლა არაფერი კაცო კიდე ვერ დამეთანხმოთ. არ კი არა, ვერ დამეთანხმოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა დაფიქრდეთ. სად აკეთებთ აქცენტს, რა გაჩერებთ, რატო ჩერდებით, რა არის ეს. ადაპტაციას ვერ ახერხებთ საკუთარ თავთან. აი ეს არის თქვენი პრობლემა. ადაპტაციას ვერ ახერხებთ. კი ბატონო, აი საკუთარ თავში ვერ პოულობთ ძალას. გარდაქმნას თუ შეცვლას. იმიტომ რომ აი ამ წარსულზე რაღაცაზე ხართ ძალიან ესე ჩაბღაუჭებული. იცით რა არის? უნდა განთავისუფლოთ შინაგანად, შიგნიდან რაღაცა გამოყოთ ადგილი, განთავისუფლდეთ, რომ გადახვიდეთ თუნდაც ამ ახალზე და ის თქვენი უნარები განვითარდეს.
კი ეს არის ახლა მე ამ არკანსაც რომ მოყურებ, ნახეთ ეს არის რაღაც მოყვებად წარსულიდან დიდი ტკივილი. ნახეთ ეს შეიძლება ვინმე კონკრეტულმა ადამიანმა შეიძლება ყოფილი იყოს, ხო? იმდენად გატკინად გული რომ რაღაცნაირად აი ეს არის ის რაც გაჩერებთ. რაღაც უკან გეკაჩებათ, ხო? აი ეს მომენტები გაქვთ აქ. იცით რა არის? თქვენ ვინმე არ მოგცემთ მინიშნებას და არავინ დაგეხვა, ეს თქვენ უნდა შეძლოთ რაღაც. თქვენ უნდა თქვათ, რომ აი აღარ მისცემთ ამ ყველაფერს უფლებას. კარგი, როგორ უნდა გამოვიდეს ადამიანი ამ მდგომარეობიდან? როგორ უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან? აი ყველაფრის რესურსი გაქვს, ყველაფრის რაღაცა, მაგრამ აი თითქოს საკუთარ თავს არ აძლევ რაღაცა, აი რაღაც მაინც აი წარსულზე ფიქრობ და არ აძლევთ რა უფლებას. ის მომენტია, რომ არ იყენებ შენ შესაძლებლობებს. აი ამას გეუბნება ზუსტად. ხო, აი როგორ უნდა გადალახოთ ეს? როგორ უნდა გადალახოთ? იცი რა არის? აი აქ ახლა ისეთი უმად ჩანს სასწაულად. ჭურში რო რაღაცა ჩაძახოთ და ხმას ხო გამოგცემთ, ან თებში თუ დაგიყვირიათ, გაგონილი მაინც გექნებათ ფილმებიდან რაღაცა, ხო? აი ეკოსავით რო გამოსცემს ხმას. აი ზუსტად იგივე ხდება თქვენი წარსული რაღაცა ესე მომენტალურად თითქოს სახაციდან გესმით რაღაც, აი რომ იტყვიან ყურებში დამჩხავისო ესეთ მომენტში ხართ. ეს არის შიში, ეჭვი, დამახინჯებული რაღაცა რეალობა. აი ეს ხმა, რომელიც თქვენ თითქოს შესაძლებელი აქვს რომელიმე თქვენთაგანი როგორ ხართ, იცით? ეს რას ნიშნავს ესე მოიცადე? ხმა. თქვენ ხმა გესმით, ან რაღაც გელაპარაკებათ, ბევრთან ასე იქნება. ნუ ახლა ვიღაცასთან გახსენების მომენტიც იქნება, მაგრამ ვიღაცისთვის აი ზუსტად ასე იქნება, რომ რაღაც აი თითქოს ვიღაცა და ან შეიძლება მინიშნება, არა ეს არის ხმა. შეიძლება ასე ზიხართ და რაღაცა გაგაქვთ, თითქოს რაღაც გაიგონეთ, ან გაგახსენდათ ისეთნაირად, რომ აი რეალურად და ეს ყველაფერი გაწუხებთ და აქ არის რამე მაგიური ზიანი თუ ეს უბრალოდ კიდე შიშები და შფოთვები და რაღაცა ეს ტკივილი არის. რა არის ეს მაგიური ზიანი არის აქ თუ როგორც თქვი ასე არის. აი ნახეთ არა ეს მაგიური არ არის. ეს მაგიური არ არის. ეს არის თქვენ უბრალოდ დაკარგეთ მიმართულება. ეს არის უბრალოდ თქვენი შეგრძნება, რაღაც აი ისეთი რაღაც მოხდა, რომ თქვენს
პრინციპებს, თქვენს მორალს, თქვენს მრწამს რომ ეწინააღმდეგება. აქ ასეთი რაღაცა მოხდა. ძალიან უცნაური გაშლა. ძალიან უცხო. ხო? რატომღაც არ მახსოვს ასეთი რამე რომ მეთქვეს. მე ხო ყველა ვიდეოში ამას ვიცხე. მართლა უცხო არის. აქ მოხდა ისეთი რაღაც თქვენს ეგოს შეეხენ? აი თქვენი სიმშვიდე ამიტომ დაირღვა. აქ მანდამაინც შიში არ არის. შფოთვა უფრო შფოთვა. ვიღაცასთან შიში, ვიღაცასთან ეჭვი, ვიღაცასთან შფოთვა. თქვენს ეგოს შეეხენ, თქვენს მორალს, აი თქვენს პიროვნებას ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდა. აქ ესეთი რაღაც მოხდა, ან მოგექცნენ, ან რაღაც ასეთი მოხდა. აი აქ ერთი რაღაც არის. იყავით მშვიდი, რჩევა ესეთი რამეა. მიეცით თქვენს თავს უფლება, აი თუნდაც იყოთ მარტო, განმარტოვდეთ სიჩუმეში, რაღაცა და მიეცით თქვენს თავს უფლება, რომ ეს ყველაფერი უკვე დასრულდა, всё გაუშვათ, ხო? ეხლა უკვე გადავდივარ აი იმ სიტყვებზე, რომელიც ბევრჯერ გამიჟღერებიან. დაუშვათ თუნდაც ეს მომენტი. აქ თქვენ გეთამაშენ. თამაში. ეს მწარე თამაში იყო. რაც სევდა წამოვიდა, ცრემლები წამოვიდა, იცით ხალხო. აი ყელში დამახრჩო რაღაცა. აქ შეიძლება თქვენ სიბრაზე შეიკავეთ. შეაკავეთ თქვენი სიბრაზე, მაგრამ თავის ტკივილი წამოვიდა უცებ, აი თქვენში ჩაკალთ ეს, მაგრამ აი ასეთ იმაში შეიძლება ამ წუთში რაღაც ან ესეთი რაღაცები გადაიტანთ, აი ყელში რო გახრჩო, რა ბურთი რომ არის გაჩხერილი და არ არის გამორიცხული, შეიძლება რაღაც ნერვოზული მომენტები გქონდეთ მომენტში, ხო, რაღაცებს ვერ უძლებდეთ, ან ესეთი მომენტი. ეს იყო თამაში. აქ თქვენ გეთამაშენ. ამიტომ ნახეთ თქვენ ეთყობა გულწრფელად რაღაც ესე მიიღეთ, ყველაფერი აღმოჩნდით, ესე რომ ვთქვათ, დედოფალი პაიკის როლში, ან თუნდაც მეფე, რაღაც ესეთი მოხდა აქ. შეიძლება პაიკი მთლად არა, მაგრამ თქვენს მორალში შეეწინააღმდეგო ეს მიუღებელი რაც არის ეს მოხდა. ამას ვერ ინელებთ, ანუ ამას ვეღარ გადახარშეთ. და ეხლა მე დავსვამ კითხვას, ეს დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ კარგი, მოდი ვნახოთ ტარო რას გეტყვის, ეს დიდხანს გაგრძელდება. მე მგონი სუნთქვაც გიჭირდა, აი რა ჩაკეტილი ხართ. ეს უკვე ნახეთ თქვენს დასახმარებლად არ მოვლენ გენაცვალეთ. სამწუხაროდ ეხლა რასაც გიჟღერებთ, თქვენ არ დაგეხმარებიან. თქვენ არ დაგეხმარებიან. თქვენ რაღაც მიგიჯაჭვეს, ჩაკკეტეს, ნახეთ რამხელა. ნახეთ თუ მოჩანს, ნახეთ. როგორი ჩაკეტილია ყველაფერი. რამხელა ბუქლო მინდებს.
თქვენ ეს ჯადოთინ რაღაცა შეიძლება ვიღაცასთან ახლა ცოტა ჯადოც არის, მაგრამ ეს ჯადო არა, ეს თქვენ ამ ტკივილით ჩაკეტენ. ნახეთ თქვენ აჰა, უკვე მივხვდი. კი, ემოციური, ფსიქოლოგიური ზიანი ჯადოზე ვარ ესია, თვალზე ვარ ესია. ფსიქოლოგიურად დაგაზიანენ, აი ეს არის. ამიტომ აი ჩაკეტილი ხართ. თლიანად ჩაკეტილი ხართ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს იყო თამაში. უნდა გაიაზროთ, ეხლა შეიძლება ვიღაცას ტრემლები წაკდეთ. ვიღაცამ ტირილი და იტირეთ, ჯობია იტირეთ და გაიაზროთ. რომ აქედან გამოხვიდეთ. თქვენ ყველა რესურსი გაქვთ, ამ მდგომარეობაში არ იყოთ. თუ ეზოთერიკოსი ხართ, ძალაც გაქვთ, ენერგიაც გაქვთ, ყველაფერი გაქვთ, თქვენ ვერ მოგერევიან. თუ უბრალოდ ისე ნებისმიერი საქმეში, აი ეს თქვენი სპეციალობა განაპირდაპირ აი გული, რასაც იტყვიან, გული დუხართ. მაგრამ შიგნით და ეს ამას ჯობია იყვირო, იკივლო, რა ვიცი, გახვიდეთ გარეთ, რაღაცა ტყეი პოვოთ, იქ იკივლოთ, ვინმე არ გაიგონოს ოღონდ. ან ბალიშის თემა პირზე მიიდოთ რაღაცა, ან რავი იზლუქუნო, რაღაცა გააკეთო, დაამსხვრიოთ რამე, მაგრამ არ მიეჩვიოთ დამსხვრევას. თუმცა ძალიან კარგად მოქმედებს, გატეხეთ რაღაცა, ოღონდ აი როგორ არის ჯავრი იყარეთ. რა ვიცი თუ ბოქსზე დადიხართ ვინმე, მაშინ ეს ბოქსის თემა გამოიყვენეთ, გახეთკეთ ის ბოქსის ის რაც ხაქვია, დიდი ეს როა ჩამოგიდებული. ბალიში თუ რაც არის უკაცრავად. ყველაფერ ხარ მეწოდით. ხო, აი რაღაცა ქენით, ეს გამოუშვით გარეთ. აქ შეიძლება რამე მართლა საიდუმლო თემაც არის. ყოველ შემთხვევაში თქვენი რაღაცა ნაწილი ჩაკეტო, ძალიან ჩაკეტვა არის კაცო რა, ნაწილის ჩაკეტვა რა. მაგრამ ვის უჭირავს გასაღები? მოდი ასე ამ ვინმეს აქვს, ეს თქვენ შეგიძლიათ ეს გახსნათ, თუ მართლა ვინმესგან არის, ესეც კიდე დავაკონკრეტოთ მაშინ. შესაძლებელია თქვენ კი როგორც ვამბობ, თავისით ამოფრიალდა. რამხელა ის კი დრაქნეს ასეთი. რა იყო გაგწირენ? ეს არის ადამიანის გაწირვა. ეს არის პირდაპირ გაწირვა ადამიანის. ეს არის ხალხო გაწირვა, ვიღაცისთვის არის ეს ინფორმაცია პირდაპირ გაგწირათ. თქვენი გზა, აი ყველაფერი ჩაკეტა. ეს გიყურებთ თქვენ ისევ. არა, აქ პირდაპირ აქ ვიღაცისგან არის ეს. აი პირდაპირ რა ვიცი, შეიძლება ლოტერეაში იყავით გათამაშებული. თუ ესე რომ იციან, ადრე იცოდნენ, ნაბიჯურებმა იციან, მოდი ესეთ რაღაცას გეტყვით. აქ რო ადამიან გოგოთ გაივლისო, ადრე მაქვს მოსმენელი ბავშვობაში 90-იანებში. იმას მოვიყვან ცოლათო და გაიარა აი მან რა ქვია, გათხოვილმა ქალმა, შვილებიანმა და მოიტაცენ ეს გოგო. ეს ქალი, ახალგაზრდა ქალი. წარმოიდგინეთ, ახლა რა ამბავი ატყდებოდა. ნიზლავით გააკეთენ ეს. თქვენზეც ნიზლავი იყო, დაზლო კონდეთ. კარგი, ეხლა კითხვა რა დავსვა, აქ ჩაკეტილი. კარგი, ამის გახსნა თუ არის შესაძლებელი. მე არ ვიცი, ვიღაცას ეს ინფორმაცია სჭირდება. შესაძლებელი თუ არის ამის
აქ ისეა ყველაფერი გაკეთებული. ან არ მოგისმინონ, შეხედეთ. დახმარება ვინმეს რომ თხოვოთ, არ მოგისმენენ. შესაძლებელია თქვენი მფარველებმა ვერ გაიგონ თქვენი ხმა. ნახეთ, ეს ადამიანი თქვენ ისევ გითვალთვალებთ. მაგრამ თქვენ უნდა შეძლოთ, ანუ ისი არ არის ყველაფერი, რომ გამოუვალი მდგომარეობა, ცუდად გავხდი. ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემს. აქ როგორი რაღაც არის იცით? თითქოს უნდა შეძლოთ მიაწვდინოთ ხმა თქვენს მფარველებს. თქვენს აგვარეულოს, თქვენს დასახმარებლად არ მოვლიან, ეს თქვენ უნდა შეძლოთ. კარგი, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ამ შემთხვევაში? რა უნდა გააკეთოს? ხო, თქვენ არ იცით რა მოყვებათ. საქმე ამაში არის, ნახეთ. უნდა გადახვიდეთ მოქმედებაზე, მართალია თქვენ არ იცით რა შედეგს მიიღებთ, მაგრამ აქ არის ეს მომენტი, რომ მოდი რას ვკარგა? მოდი მოვსინჯო. გაიგეთ რას გეუბნებიან? მაგრამ ნახეთ, თქვენ შესაძლებელია კიდევ ვერ იაზრებთ რამხელა მფარველობის ქვეშ ხართ და რამხელა რესურსი დევს. ეს იცით რას ნიშნავს? ამის შემდეგ თქვენ ისე განვითარდებით, რაღაცები აქ კიდე თქვენ დაივიწყეთ, შეიძლება ნახეთ, თქვენ ვერაცნობიერებთ რამდენად უყვარხართ სამყაროს, ღმერთს, მაღალ ძალებს, რაც გწამთ. აქ არის ზუსტად ის მომენტი, რაღაც გასასუფთავებელიც არის. შესაძლებელია რაღაცა დაივიწყეთ, რაღაცა უარყავით, აქ უარყოფაზე არის ლაპარაკი, ან რაღაც ესეთი თემა იყო. ხო? ამიტომ აქ კიდევ გაძლევენ ერთ შანსს. მოდი ასე გეტყოდით, თქვენ შანსს გაძლევენ. ამეტირება. ანუ მთლად ესე რა, მთლად წყალწაღებულის თემა არა გაქვთ. ხო, მაგრამ ნახეთ როგორ არის, დაფიქრდით რა არის თქვენთვის ღირებული, ან ვინ. დაბრუნდით თქვენ საქმეში, დაანებეთ ყველაფერს თავი, всё, ყველაფერი უნდა გაიაზროთ, დაივიწყოთ, გაასუფთავეთ სივრცე, გაიხსენოთ რა გაძლევდათ ძალას, სად იყო თქვენი ძალა, გაიხსენეთ როგორ მიაღწიეთ წარმატებას, გაიხსენეთ რამდენჯერ რაღაცა რთულ პერიოდში ყოფილხართ და რაღაცა გამოჩენილა იმ დროს და წინ წასულხართ და გაგმართლებიათ თუნდაც ან ფინანსები გამოჩენილა, ან რა ვიცი მე, რაც გჭირდებოდათ. აი ეს ყველაფერი ხო ეხლა არა, რა ვიცი არა, კი ვიცი, მაგრამ უმდენად დიდი თემა არის. ვერ დავასრულებ მაგას ლაპარაკს და ამიტომ საკვანძო სიტყვას გეუბნებით და ამას მოусმინეთ, ხო? რამაც თქვენ როგორადაც გამოხვედით რაღაციდან, ხო, გამოხვედით პრობლემიდან, ბევრჯერ, თქვენ შანსი გეძლევათ, არ შეგეშინდეთ, თქვენში იმასზე მეტი დიდი რესურსია, ვიდრე თქვენ კი არა, წარმოდგენაც არ აქვს, არავის იმხელა რესურსია თქვენში.
რაღაცა დაბრუნდის გთხოვენ, დაბრუნდი. აი ამას იმაშვებიან. კარგი, დაბრუნდით. მაგრამ გასუფთავებით უნდა დაიწყოთ ბევრი რაღაცეების. გასუფთავება ხდება თუნდაც სივრციდან, თუნდაც რა გაქვთ. გონებაც გასასუფთავებელია, მოდი ასე ვთქვათ. კარგით და რა შედეგს მიიღებთ? შედეგი. შედეგი. თქვენ როგორ არის იცი, როგორ გიცავენ? აი პატარა ბავშვს რომ იცავს, რაღაცა ოჯახი, დედა, აი ესე არის. ხო. თქვენ დაცული ხართ, ნახეთ? რაღაც აი სამყაროსთვის და რაღაც ძალებისთვის ან ის ენერგია, რაც თქვენ გეუბნებათ, დაბრუნდი. პატარა ბავშვი ხართ ამისთვის და გიფრთხილდებათ. აი როგორც პატარა ბავშვს ესე იგი იყურებთ. აქ მე არ მყავს ესე იგი როგორი ტიპაჟი იცი? მოდი ასე ვთქვა, ცხოვრებიდან გაბროტებული ან გარყვნილი, არა, თქვენი ყველა შეცდომა თუ ნაფიქრი თუ ნამოქმედარი, როგორც პატარა ბავშვს მოუვა მიამიტურად, ასე აღიქვა ეს ყველაფერი სამყარო. ამიტომ ამას ნუ ჩათვლით ისე რომ რაღაცა კატასტროფა მოხდა თქვენს თავზე. თქვენ კი განიცდით და ჩაიკეტეთ, მაგრამ ამას უყურებენ როგორ იცით? როგორც აი პატარა ბავშვი რაღაცა შეცდომას დაუშვებს, ხო? ანუ გაბრუტებულ ბავშვებზე არ ვსაუბრობ. რაღაცა დაუშვათ, გადმოუვარდა თებში, გატყდა და ამის გულისთვის ან რაღაცა, ვიცი, დააშავა, რა ვიცი, კედელი მithუთხნა, მოთუთხნა. ასე აღიქვამს ყოველ შემთხვევაში სამყარო. თქვენს მოქმედებას. აქ არ არის, არ გვეუბნებიან ისე, რომ დავუშვათ ეს შეგნებული იყო თქვენი მხრიდან. კი, თქვენ გეთამაშენ მართალია და თქვენ ჩაგკეტენ და მერე ნახეთ თქვენ თვითონ უკვე თქვენი რესურსი რაღაცა დაპაუზდით და შეიძლება აი ამ დეპრესიაში და ეს თითქოს ხელი შეუწყვეთ ამ ყველაფერს, ხო? კაი იყოს, რაღაც დაემორჩილეთ თქვენ. ნახეთ? მაგრამ ეს ის კი არ იყო, რომ თქვენ ამაში ან ბრალი მიგიძღვით, ან დამნაშავე ხართ, ან ეს შეგნებულად გამოგივიდათ. პირიქით, წინააღმდეგობაც არ გაუწიეთ. რაღაც ადამიანმა რო გითხრას, ეს შავი არის, ნახე, შავია, თეთრზე. ხო, შავია, მართალი, დაეთანხმდა, გაჩერდეთ, ესე გამოგივიდათ. შენ მასე გინდა, მე ცუდად ვიყო, კაი, ცუდად ვარ. კარგად გინდა ვიყო, კაი, კარგად, რაღაც ასე გამოგივიდათ. წარმოიდგინეთ, რამდენად სუფთა ადამიანზე მაქვს ამ წუთში საუბარი. ამიტომ კი აქ იმოქმედენ რაღაცის, მაგრამ თქვენ შეუწყვეთ ხელი. თქვენს დასახმარებლად არ მოვლიან. იმიტომ რომ ვილაპარაკე ხო ყველაფერი. ეს თქვენ და გაიასროთ და თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ძალიან ბევრი პრობლემიდან გამოძვერით, ძალიან რაღაც მინიშნებები თქვენ ცუდად ახლა ნახეთ შეიძლება ისე ვერ ხართ, მაგრამ რაღაც სტაბილური მასში მაინც ხართ ენერგიაში, მთლად ისეთი კატასტროფულ ენერგიებში არ ხართ. აი ამიტომ და მდგომარეობაში, ამიტომ რაღაცას ვერ იმაშვებთ, აი შეიძლება წინ ვერ მიდიხარ, რაღაცა ძალა არ შეგიძლიათ, რაღაცას ვერ აკეთებთ, ხო? აი ამიტომ გეუბნებიან, მიდი, ამოძრავდი, მიდი, ნუ გეშინია, წადი წინ.
ჩვენ ნახე შენი ხმა თითქოს დაახშვეს და მოკლენ აქ მოკლენ ნახეთ როგორ არის მარტო სურათებით რო თქვა ჩონჩხის თავი შეხედეთ მაგრამ აქეთ ზარი ნახეთ როგორ არის ხო თქვენი ხმა ჩაფლული ხართ ნახეთ აი აქ ჩაფლული მაგრამ კი თქვი მიდი მოინდომე და ჩვენ მაინც გავიგონებთ ჩვენ ხმას ნახეთ მოგისწრებთ სულზე მოგისწრებთ არა და აქ რა გააკეთეს მამას ახლა მისი ახსნაც აქვს მე განახებთ უბრალოდ ჩვენ ნახეთ იმ ხელა დაცვა და მფარველობა გაქვთ თქვენ აქ როგორ არის იცი თითქოს რაღაც ძალა ესე ხარზე რო ხელი დაკატოს ესე მოგითათუნოს გაიღვიცი მაგრამ ეს არის ძალიან ფაქიზად ხო ძალიან ფაქიზად ყველაფერი შენ ნუ იყურები ნახე შორს იქეთ რაღაცა აი შენში არის ყველაფერი ეს გამოგივიდა კი ბატონო ესე მოხდა მაგრამ აპატიეს შენს თავს всё, მიეცი უფლება, შენ თვითონ უნდა გააკეთო, შენ თვითონ უნდა წამოდგე, იცოდე რომ არავინ არ მოვლენ. პირიქით, მოდი ასე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ, აი გიხმარენ და მიგაგდენო, აი ეგ თემა არის აქ. ყველანაირი გაგებით, გადაიტანეთ, გადმოიტანეთ, აქ მანდა მაინც სექსუალურ ურთიერთობას არ გულისხმობთ. აი ეგ არის. სამწუხაროდ. მე მაინტერესებს. კარგი, თქვენ როგორც ეს ყველაფერი იმათ ვინც ეს თქვენთვის გაიმეტა და ასე მოგექცათ, მათთან რა მოხდება? დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი, რა მოხდება მათთან? მე ხომ მიცით რომ ძალიან მეცინება ესეთ თემაზე ღმერთი გადაუხდის სასჯელის თემაზე, მაგრამ არა მათი საქმე არ წავაკარგათ. ეს როგორ აგიხსნათ ახლა? ანუ ის რისთვისაც იბრძოდნენ, იბრძვიან. შეიძლება წარმატება უნდა თქვენგან რაღაც წაიღო, ხო? ნუ არ აქვს მნიშვნელობა, ხო? შეიძლება რაღაც, რა ვიცი, ფინანსები რისთვისაც იბრძვიან და იბრძოდნენ, აი ზუსტად ეს არ გამოვათ. ისინი ვერ გადავლიან ნაყოფიერებაში. თუ ეს ადამიანი არ გამოითხოვს, გავაჟღერო, მოდი ამას არ გავაჟღერებ. არ არის გამორიცხული, ვინმე შეიძლება მისი თავი ამოიცნოს. ამიტომ მე არ მინდა ის გავაჟღერო. მანახე. კიდევ ერთი არკანით. არა. აქ რა თქმა უნდა არის გამოსავალი, ერთი გამოსავალი აქვთ, რომ დაუშვათ გადავიდნენ თვითონაც ნაყოფიერ, მაგრამ ვერა იმ რაზეც იბრძვის ეს არის მისი ტყუილი შრომა, ტყუილი ყველაფერი და ტყუილი ყველაფერი. პირიქით. აქ იმხელა მოთმინება დაჭირდებათ. იმხელა შრომა დაჭირდება, მაგრამ მაინც არ გამოსდის. არ გამოვა. და გამოსავალს მე არ გავაჟღერებ შეგნებულად. აი თქვენ კიდე ამ ყველაფერს გაიაზრებთ და აუცილებლად მოდი ნახოთ იპოვით საკუთარ თავში ძალას. მოდი ასე დავსვათ კითხვა.
საკუთარ თავში იპოვით თუ არა ძალას, რომ გამოხვიდეთ აი ამ კრიზისული ენერგიებიდან, ხო? იცით რა არის? გაცნობიერებით, ნამდვილად აცნობიერებთ. თუ თქვენ ამას არ მოინდომებთ და არ გადახვალთ, ამას აცნობიერებთ, რაც მთავარი. აქტიურ ფაზაში, აი მე всё, აი ეს რაღაცა ზღვაში ხართ ახლა და აი აქედან მე უნდა გავცურო. მე ვცურავთ და ენერგია არ გაქვთ და ისეთ მომენტში ხართ, ან უნდა დაიხრჩოთ, ან უნდა მოიკრიბოთ ძალა და გაცუროთ ნაპირისკენ. აი ეს ვარიანტი არის აქ თქვენთან. თქვენ მიიღეთ ყველანაირი გაფრთხილება, თქვენ მიიღეთ ყველანაირი ინფორმაცია. თქვენ მიიღეთ როგორ არის, იცი, რა ხდება თქვენს თავს, აი ეს ინფორმაცია, თქვენ უკვე იცით ეს ყველაფერი, ხო, აი თუნდაც იქედან, რომ ეხლა გითხარით. ახლა უკვე თქვენზე არის ეს დამოკიდებული. რა სიზამთ? დარჩებით იმ შუა ზღვაში და დაიხრჩობთ თავს? ანუ მაგ თქვენს ემოციაში და აი და უის ხო ხდებით და რაღაც დეპრესიული თუ მოინდომებთ ცოტას და გამოფხიზლდებით. აქ პირდაპირ ესე გეუბნებიან. გაიხსენე ვისი გორისახარა. ქართული ხევსბერგო ჩაიში არ არის ეს? გაიხსენეთ, ხო? ვისი გორისახარო. აი ზუსტად გაიხსენეთ თქვენი სახელი, ამას გეუბნებიან. ნახეთ, თქვენ, აი ზუსტად ეს მომენტია, დაკარგეთ ძალა, მიზანი, ოცნება, ყველაფერი. და გაიხსენი ადამიანო, დრო არის უკვე, რომ ნახე, ვინ იყავი, სად იყავი, რა გინდოდა, ვინ უნდა ყოფილიყავი. სანამ ამას თქვენ დავუშვათ სამყარო დაგანახებდეთ და გეტყოდათ. რა უნდა გაგეკეთებინათ თქვენს ცხოვრებაში. თქვენ უნდა შეძლოთ ეს. თქვენ უნდა გადაწყვეტოთ, всё, მე უნდა გავცურო ნაპირისკენ. თუ არა და მაშინ, რა ვიცი, ვერაფერს ვერ გვიждებით. აქ არ უნდა გააკეთოთ ის, რომ ხო ეს შავზე თეთრია, კაი თეთრი იყო. ცუდად გინდა ვიყო, კაი ცუდად გავკოტრდე გინდა, კაი. გავადგინე, კაი. გავსუქდე გინდა, კაი. აი ეს გავსუქდე ვარ ჩავაყოლო არ იქნება. ხო, აი ნახეთ როგორი რაღაცა ამას მოეშვით. არავითარ შემთხვევაში. რა გინდა, რაში მაინტერესებს ადამიანო მე? ეს უნდა უთხრათ. თუ რამე გინდა შენ თავისთვის, კონდე შენ, რაც ჩემთვის გინდა. შენ თავისთვის კონდეს ის ყველაფერი, ხო? მე რაც მინდა, ეხლა სხვათა შორის ადამიანები გუშინ მოხდა სხვათა შორის მაღაზიაში შევედი. ხო და რაღაცა ის ვიყიდე. როგორ არის და სადგამი არის, მოკლედ ყავა რო დადგა და დივანთან კრესლოში, რა ვიცი, თუ რაც ხარ ქვია და გინდა ლოგინთან მიიტანო ეს ხის სადგამი ყავით და პატარა ხის არის, ეს ჯამიც უყიდე ისეთი არის, რომ ზედ ეტევა. გამოხდა ქალმა და ოიო, ასეთიო, მეც ამაქო და გადმომიღო გრძელი უფრო, მე ჩემი ოთხკუთხედია, აი მისი რაღაცა მოგრძო. და ამიტომ აი ეს წაიღე, ეს არის კარგი, მაგი არ ვარგავ. მე ვთქარი, ეს არ მომწონს მეთქი, ისეთი კაი მოსახმარია აქ და ამას დადები, მას დადები, მას დადებ, ამას დადებ. გავჩერდი ახლა და მე ავდექი და ავუხსენი, ქალბატონო, ეს არ ეტევა ამაში და ეს მეორე მე რაც ავარჩიე, ეტევა, ვანახებ თანაც. ეს კაი. აიღო და პირდაპირ კალათაში, მაღაზიაში რო ის კალათა არის, ხო, გაკეთე ნაკიდები რომ უნდა ჩადო. ჩამიდო.
აი ეს არის ზუსტად ის მომენტი, რომ ნახეთ, მან თავისი რა გემონება და ეს როგორი მოძალადია ახლა, შოქში რატო ჩავარდი, იცით? ახლა მის ოჯახის წევრებს ეს რას უზრუნავთ? ეს არის გინდა თუ არა და ავიღე ჩვეულებრივად, კალბატონი, მე ეს არ მინდა მეთქი. გავჩერდი 2 წუთი ჯერ. ხო, იგი არ მინდა, გადავდევი იქ და რა სიხფათი მიიღო, იცი, როგორ გაუთხდათ და როგორ არ მოეწონათ ეს იგი მომენტი? არიქა შებრუნდა შემობრუნდა რას ქვია ამოვიღებ საერთოდ არ ვიცნობ ადამიანს ამიტომ ეხლა რაღაცა მომენტს გამახსენდა მოერგო არ მისცეთ არავის თქვენი მართვის უფლება ხო შენ მასე გინდა და რაღაცა შენ მასე მისურვე და მოდი არა აქ თქვენზე არის როგორც გითხარით ან შუა ზღვაში ხართ ან უნდა ღმერთმა დაგიფაროთ, ან უნდა გამოცუროთ ნაპირისკენ. თქვენი მიზნები, ოცნება რა გინდოდა ვინ ხარ, თქვენი სახელი, თქვენი გვარი, თქვენი ჯიში, რა ვიცი მე. ვიღაცასთან ესეც არის, ეთყობა მნიშვნელოვანი, ხო? ყველა ის კი არ არის კაცო ბომჟი. ვიღაცას აქვს რაღაც მოყვება, ხო? ან უბრალოდ თქვენ რა მიზანი გქონდათ. უკაცრავად ეხლა ცუდად გამომივიდა, ვიცი. ძალიან ცუდად გათანაც. მაგრამ თქვენი მიზანი, თქვენი სახელი, თქვენი ყველაფერი, თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება და ასე შემდეგ ისურვებთ ახლა წარმატებას და ყოჩაღად ეყავით.